მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ ისევ ამერიკულ მანქანას დიდი ხნის მერე, ერთი თვის მერე Dodge Challenger Skatepacks RT-ს. და ამ მანქანას თავისი ისტორია აქვს, ჩემ არხთან დაკავშირებით 5 წლის მანძილზე რაც კოლექციონერი ვარ, პირველი აუქციონი იყო და აუქციონით წამოვიდეთ ეს მანქანა. კი ბატონო. წარმოებელი არის Solido 1.18 მასშტაბის მანქანა არის, მხოლოდ კარები ეგება. Solido მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ფასი და ხარისხი ერთმანეთთან შესაბამისი არის და არხი გამოეწერეთ, ვიდეო გააზიარეთ, დალაიქეთ და ასე შემდეგ. ხო და მადლობა იმ ადამიანს, რომ ეს მანქანა აუქციონზე გამოვიდა. მოგესალმებით. დღეს ჩემთვის ყველაზე კარგი დღეა. რატო? Challenger-ი რო არის? Challenger-ი რო არის. ჩემი უსაყვარლესი ავტომობილი. შემთხვევით, სხვათა შორის ჩემი ძმა რო არ ყოფილიყო. ხო. ჩემო ძმამ გააძრო ეგრეთ წოდებული ეს მანქანა რო აუქციონზე იყო რა. კი ბატონო. ჟარგონულად რო ვთქვათ. შემთხვევით გავიგე და იმდენად მაგარი მანქანა იყო. რომ ამის აუქციონს ნახდათ ვერ გამოვტოვე. ნამდვილად ეგრეა. ფერზე ცოტა ეჭვმეპარებოდა, მაგრამ რეალობაში ბევრად მაგარია ვიდრე კამერაზე ჩანს. სხვათა შორის მაგაში გეთანხმები. საერთოდ როგორ არის სანამ შენი თვალით არ დაინახავ ეგრეთ წოდებულ ნამდვილს, ხო? მოდელს ვერ მიხვდები რა, თლათ ისეთი ის არ არის. ეფექტური იმითი რა ქვია, კამერით გადაღებული. მარტივად რო აგიხსნათ, კამერა იმდენად არ აღიქოს დეტალიზაციის, ხო? სტანდარტულად Bad Boys Porsche-s ვიდეოდან გემახსოვრებათ, რომ ამას თავისი აქსესუარები მოყვება მოდელებს. ამას აქვს კარების გასაკები, რომ ხელი არ მოუკიდოთ. და ზემოდან ის დეკალი აქვს, რომელიც ზემოდან უნდა დაიკრავს, მაგრამ ჩვენ არ დავაკრავთ, იმიტომ რომ ერთი პირველ რიგში იმიტომ არ დავაკრავთ, რომ ლუკი აქვს ამას. და ლუკი არ უნდა ქონდეს ის დეკალი. ვიზუალზე მოგწონს ეს ეგრეთ წოდებული. სამწუხაროდ ამ მანქანას კაპოტი და საბარგული არ ეგება, მაგრამ Solido-დან თუ მიყურებენ, ეგეს რო გააკეთონ, ძალიან მაგარი იქნება. ეგეც რო დაამატონ ბურაჯოს და მაისტოს თავისუფლად გაუწევენ კოკოდაჟე ეგრეთ წოდებული ჟარგონულად ჩახევენ მარტივად, იმიტომ რომ ხარისხით ბევრად ჯობია იმებს. ყველა ბურაჯოზე და ყველა მაისტოზე არ მაქვს საუბარი, იმათაც აქვთ რაღაცები ძალიან მაგრები, მაგრამ განსხვავებული კი ბატონო. ზოგადად ეს ამათმა კეთება იციან რა. ხო, ფრანგული ბრენდია Solido, მაგრამ ეხლა საფრანგეთში აღარ აწარმოებენ და ბანგლადეშის ქარხანა მუშაობს. და Solido-ს განსხვავებული და განსაკუთრებული მოდელებიც აქვს. არხზე საბედნიეროდ განსხვავებული და განსაკუთრებული მოდელები დევს. კი. არაერთი. Solido-ს კი ბატონო გეთანხმები. მე მანამდე სანამ ამას მოვხსნი აქედან შეიძლება გააგრძელო საუბარი. ხო, და Challenger-ი იმიტომ ავირჩიეთ, რომ ჩარჯერი ჩაწერილი ყავს. კი. და Challenger-ის არ ჩაწერა არ შეიძლებოდა. იმიტომ რომ სამწუხაროდ 2025 წელს ბოლო ნამდვილი Challenger-ი გამოვიდა. კი. ანუ შიგაწვის ძრავიანი Challenger-ი გამოვა ბოლო და სამწუხაროდ გადავა ელექტროზე. ქუშტანა ესეთია. იცი იმედია დაეთევა. კი. ტიპზე. კი და არის საინტერესო რა იცი დაძრავს. ეს უნდა გადავდო ისეთ ადგილას რომ აი აქეთ. ხელი არ შეგვიჭალოს. აი დავდებ. სხვათა შორის ამას ნაცრისფერი უხდება ძალიან. მუქი ნაცრისფერი, ლურჯი, ც. შავი თავის თავად. ხო,
მე მინდოდა ეხა რო ვთქვა, მე მინდოდა ჰელკეთი. ის არის ღვინისფერი რა, ის ჰელკეთი. მაგრამ ჰელკეთი ვერ ვიშოვეთ. ვერ ვიშოვეთ როგორ ხო ვიშოვეთ, მაგრამ პასიდან გამომდინარე. ხო, ამის ფასი რო ვთქვათ, მაღაზიებში 240 ლარია, სულ ახალი სოლიდორო იყო, ეს ახალია რა თქმა უნდა. ახალი სოლიდორო იყიდოთ 240 ლარია, 1.18 მასშტაბის ფასი და 50 დოლარიდან იწყება eBay-ზე ფასი და ზოგჯერ $200-მდე უთხოვს მოდელს გააჩნია. ხო, ნუ ეხლა თან როგორ არის, ეხლა ერთი მანქანა თვითონ მასშტაბი 1.18 რო არის. დიდი არის და შესაბამისად მძიმეა. კი. ჩელენჯერი ის ხო, eBay-ის მინუსი რა არის რა, რო ყიდულობ სიტყვაზე რამეს. ხო? დაუშვათ $50 ღირს ეს ავტომობილი, ხო? შიფინგი თან რა დავაკვირდი მე eBay-ზე, რაც უფრო იაფია ფასი მანქანისა, მით უფრო შიფინგი არის დიდი. ტრანსპორტირებაში ხევენ დიდგულს. ხო, შიფინგი აქვს დიდი. პლუს მაგას ემატება წონის პული. ხო, და ამას კიდე წონა აქვს. ხო. და პლუს გადამზიდი მერე მოცულობით უეჭველი გამიკეთებს. მოცულობითად დიდი კოლოფი არის, რა თქმა უნდა უკვე რაღაცებს ჩამატებენ და ასე შემდეგ. ხო. და აი შედარება რო გავაკეთოთ, ხო, აი კერძო ადამიანია ერთეულს რო ყიდულობს რა და რა მაღაზია რო ყიდულობს. ხო, დამთავრე და მე განსხვავება რა არის, რომ ის ერთეული, ხო, იმდენად ძვირი ჯდება. თავის ყიდვიან, ტრანსპორტირებიან. ხო, რო აღარ გიღირს. ხო, რო არ გიღირს, შეიძლება არამდენი 5 ლარი მისცეს სხვაობა. კი. და მაგას გირჩევნია ისევ აქ იყიდო. კი, და აი ხო ვაქცენე რომ მაღაზიაში ჩვენთან 240 ლარი გიჟთქვა. ხო. ღირს ნამდვილად, იმიტომ რომ მაღაზე ბევრად ძვირი დაჯდება რომ გამოიწეროთ. მე მაღაზე იაფად ვიყიდე აუქციონზე, მაგრამ აი. ხო. საერთოდ ვინც კოლექციონერობას აპირებთ და იმახსოვრეთ ერთი რაღაც, რომ რაც უფრო იაფად იყიდით მოდელს უფრო გემრიელია. თან უფრო მუღამში ვარ. ხო, უფრო მუღამი. ჩვენ უკვე როგორ იცი, აი მიმინა მოჩამულები ვართ რა, ეგეთი რაღაცები. მოწამულები. ხო. კაი ჰობია რა. კი ბატონო, თან სხვათა შორის საინტერესო ხობიც არის, იმიტომ რომ ავტომობილს რო შევიძენთ ხოლმე, ხო, ყოველთვის ვცდილობთ რომ მაგ ავტომობილის ისტორია. ხო, ეგ YouTube-ზე მოიტანა. ხო. გინდათ YouTube-ს რო არ მოეტანა რა, მანამდე რა. ხო, თავარი დამავიწყდა 10000 გამომწერზე ერთადერთ მანქანას გაჩვენებთ, რომელიც საქართველოშია და არის ერთი რვა მასშტაბის. კი ბატონო. ეგ მოდელია ერთადერთი. ხო, საქართველოში. კი ბატონო. მოდი ახლა მოკლედ როგორც ვაკეთებთ ხოლმე სტანდარტულად მოკლე ისტორიას მოვყვები ამ ავტომობილის წარმოშობასთან დაკავშირებით რა და ფილმს აღარ ვახსენებ. სად ეს მანქანა? ხო, ნუ ფილმს შევეშვათ დღეს. ამჯერად ფილმს შევეშვათ. ცოტა ხანი დავიშვი. ხო. კონკრეტულად გადავიდეთ ავტომობილის ისტორიაზე. ნუ ჩვენს წინა ვიდეოებს თუ უყურებთ ხოლმე, მანდ Dodge Charger-ზე არაერთი ვისაუბრეთ, არაერთი ისტორია მოვყევით. მარტო ისტორია გავაწყეთ კიდევაც, პირველი ვიდეო იყო. რომ ავტომობილი რომელიც რო 60-იანი წლების მიწურულის ლეგენდა იყო. კი. მაგრამ დრო მოვიდა, ანუ Dodge-ის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, დრო მოვიდა რაღაცა განსხვავებული გაეკეთებინათ. კი. რაღაცა გამორჩეული, რომელიც რო კონკურენციას გაუწევდა არა მარტო Dodge Charger-ს, არამედ პირდაპირ კონკურენტები Ford-ი ყავდა და Chevrolet-ი. თუნდე ეგრე არის. კი. და კიდევ ის Oldsmobile-ებზე და იმებზე რო აღარ ვილაპარაკოთ რა. Plymouth-იც. ხო. ანუ Plymouth-ი მე ერთად არიან თუ რაღაც. კი. და 1969 წელს გადაწყვიტეს შეექმნათ ყველაფრისგან განსხვავებული ავტომობილი სახელწოდებით Dodge Challenger-ი. Challenger ნიშნავს გამომწვევს. ხო.
და პირველი მანქანა ჩაუშვეს გაყიდვაში 1970 წელს. 70 წლის მოდელია პირველი, ხო? კი, 70 წელს ჩაუშვეს. ეგრევე ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, იმიტომ რომ მაგ პერიოდისთვის, რაც კი ინოვაციები არსებობდა, ყველაფერი ჩატენეს მაგ მანქანაში. და ყველაზე მთავარი რა იყო? ძრავის ძალიან დიდი არჩევანი იყო. დაწყებული 6 ცილინდრიანი 120 ცხენის ძალიდან დამთავრებული V8 ჰემით. ესეც ეგია. ხო. მაგრამ ყველაზე ცუდი პერიოდი დაემთხვა. სულ გამოდიოდა ეგ მოდელი 4 წელიწადი. ძველ მოდელზე ალაპარაკობ. ძველ მოდელზე, ხო, 70-დან 74 წლამდე. და რატო შეაჩერეს ეგ მაგ მოდელის წარმოება? კრიზისი. დაემთხვა კრიზისი. ხო, საწვავის კრიზისი დაემთხვა. ძალიან გაძვირდა საწვავი. და ახლა როგორია ვერ ვაძრავი რო აქ მანქანა 7-დან 0-ით 7-და 2 ხო, იმის რა ქვია სტარტერის გადატრიალებაზე მარტო 20 ლიტრა ბენზინს რო გიწევს. ხო, და სხვა ბენზინს. და მაგიტომ ეგრევე დაეცა გაყიდვების ისა. კი. და იძულებულები გახსნენ რომ შეეჩერებინათ წარმოება. ხო. და საკმაოდ დიდი პაუზა გააკეთეს რა 2008 წლამდე. ხო, ეს რომელ წელს გააჩერეს? 74-ში. კი, აი პაუზა. და 2000-იანი წლების მიწურულისკენ 2000-მა გადაწყვიტა გაეცოცხლებინა. 2000-იანი წლების დასაწყისში. ხო, მიწურული არა. გაეცოცხლებინათ Dodge Challenger-ი. მაგრამ განსხვავება რა არის? უნდათ აი ეს ძველი კლასიკა რაც იყო 70-იანი. დაებრუნებიან ახალს. ვიზუალურად დაებრუნებინათ ოღონდ თანამედროვე ინოვაციებით. გამოვიდა. და გამოვიდა აი ეს შედევრი. პინიფარინას დამსახურებით. აი მართლა რო აი მანქანის სილამაზე გინდა თან აი მუსკულკარი რო არის რა. ხო, აი ის პეცი არ დააკარგვინეს მანქანას რაც Dodge Charger-ს გაუკეთეს. Charger-ს არა, Challenger-ს. Charger-ს რაც გაუკეთეს. აჰო. იმიტომ რომ ძველი კლასიკა რაც იყო, თანამედროვე ვაფშე სხვა რა. რაღაცას ვიტყვი რა. აი ეს ხო დააბრუნეს. ანუ ამას რო შეხედავ, მიხვდები რომ იმ მანქანისგან არის, იმ მანქანას გავს ეს. ხო, აი ვიწყვირი მაგალითად ვიზუალურად ხო ეგრევე მიხვდები რომ ძველი Challenger-ი არის აღებული. უკანა მხარეს და გვერდის. ხო, ნუ აი ფორმა ნუ ცოტა სახეცვლილია, მაგრამ მაინც იმ წარსულ მანქანასთან ასოცირდება ეგრევე რა. ხო, ერთ რაღაცას ვიტყვი Charger-ის ვიდეოშიც თქვი, რომ ახალი Charger-ი არ მომწონს თქო. ანუ თუ შეძლეს ამ მანქანაზე რომ იმ ძველიდან გადმოესროლათ ახალი ვიზუალით. მაგრამ ის ძველი შტრიხები დარჩენილი. რომ შეხედავ იმ მანქანისგან რატო დაიკიდეს Charger-ი. ანუ Charger-ი გააკეთეს სულ ახალი მანქანა. ვიზუალურად. და თან როგორია ახლა მაგ გიგანტებთან ბრძოლა რომელიც რო გრიმიტობდა უკვე ამ 2000-იან წლებში. Ford-თან ბრძოლა მარტივი არა. Ford-თან ბრძოლა გინდა, Chevrolet-თან ბრძოლა გინდა. როცა რომ Mustang-ს უშვებდნენ თან Mustang-ი ვიცით როგორი მოთხოვნადია და რა არის. Chevrolet-ი კიდე Camaro გინდა, Corvette-ი გინდა. როგორია გაუწიოთ ესეთი ავტომობილი. ხო, მაგრამ ეს Camaro-ს კონკურენტი. ხო. 2014 წელს ადგენენ და გამოუშვეს შენი საყვარელი მოდელი. Hellcat-ი? Hellcat-ი. კი ბატონო. 2015-ში მერე 2015-ში არა. 17-ში. Forza-ში იყო მერვეში. Toretto-ს ყავდა. და ბოლო წერტილი დაუსვეს 2018-ში. დემონი რო გააკეთეს? გააკეთეს დემონი. და სხვათა შორის დემონს აქვს 860 ცხენის ძალა და აჩქარება 2.3 წამში 100-მდე. მაგრამ $1 პაკეტი უნდა დაამატო. თუ იმას არ დაამატებ, ის არის. წარმოიდგინე ავხელა ბოდიში და საქონელი მანქანა 2 და 3-ში დებს 100. ორტონაზე მეტი ხო არის.
დაახლოებით 2 ტონამდე არის რა მანქანა. ანუ მძიმეა რა. მძიმეა, კი მსუბუქი ნამდვილად არ არის. თან სრულ მასშტაბიანი არის, დიდია. პატარა არ არის. ყველაზე მაგრა რა მომწონს იცი? უხეში ვიზუალი. ხო და ექსტრიხები რო აქვს, აი მაგითი არის, ნუ ლამაზი არის. სიტყვაზე ახალი მუსტანგი რა, მუსტანგი უნდა ვახსენოთ რა მანქანას, ხო, ახალი მუსტანგი რო ავიღოთ 2024 წელს რაც გააკეთეს. ის მუსტანგი აღარ არის რაც უნდა იყოს, იმიტომ რომ რაღაცა ნაზის საკრა. კი. და სხვათა შორის ბოლო რაც კი გააკეთეს. ხო? დემონი, ოღონდ ის $1 აღარ არის საჭირო. აბა. და ისინი სხვანაირი ბორბლები და რაღაცეები რო არის. ეგენი არა. აი ეს ორი გასაღები რომ მოყვება. რედაი რო დაარქვეს. Hellcat Redai. დემონ რედაი. დემონ. დემონ რედაი. წითელ თვალება დემონი რა. ხო. მაგას ორი გასაღები მოყვება, თან ყველაზე ძვირიც ეგ არის რა. კი. წითელი და შავი გასაღები. და დაჟე იხუმრეს კიდევაც რა. ცოლსო შავი გასაღები მიეცითო და წითელი თქვენთვის და რატო 500 ცხენით ვერ დაიმყრავს თან? ხო, ნუ სად 500 ცხენი და სად კიდე 870. თან 10 ცხენი ძალა მოუმატეს, მეტი არა. 10. ხო, 10. სულ რაღაც. კაი რამეა. მოკლედ აი ესეთი ისტორია არის. ხო, და წელს მთავრდება ამისი ეპოპეა. შეიძლება ეგრე. იმიტომ რომ მე მომავალი წლიდან უკვე ელექტრო გამოდის. პროგრამა ფუფული გაჩნდა ყიდვა უნდა მოვასწროს. ხო, ნუ დაანონსეს კიდევაც რომ ელექტრო ესაო და თან ის ხმაო რაც აქვსო დინამიკში ჩავწერთ და ისე ეკნება. ხო, რავი, პრეუსი შენ გევასება. ხო, ეხა დინამიკში მოსმენილი ძრავის ხმა ცოტა ისეთი თემა არის რა. მე მგონი აი ვიდეო გამოვიდა. იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო იმედია მოგეწონათ. აუცილებლად კომენტარები დაგვიწერეთ, არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ. ხო და სანამ დამთავრებ. კი ვიცი რომ ფილმს აღარ ვახსენებ თქო, მაგრამ რაც ფორსაჟი დაიწყო, იმის მერე დოჯი და ფორსაჟი პარტნიორები არიან. ნუ რატომღაც ხა მიგვირს რა. რო არ იყვნენ. ეხლა დავამთავრეთ. თან კარებს გავაგებ მანამდე. მოკლედ თუ ვინმე სურვილი გაქვთ Solidos რომელიმე მოდელი დაიწყიოთ, იქიდოთ სრული რეკომენდაცია 100%-იანი ჩემთან. იმიტომ რომ ესეთ ფაში ესეთ მაგარ მოდელს ვერ დაიწყებთ. თავისი საბაზრო ღირებულება რაც აქვს რა. კი დაკეტილი, ანუ მარტო კარები რო ეღება ეგ მინუსია, მაგრამ რაღაცის გამო რაღაცის დათმობა ღირს. კი, ნამდვილად ეგრე არის. კარგით აბა, დაგემშვიდობებით და შემდეგ ვიდეომდე.